დაპირებული რეპორტაჟი, რომელსაც ჩვენი ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე ამზადებდა ტენდერის შედეგებით უკმაყოფილო სამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა აქცია ვარდების მოედანზე გამართეს მოთხოვნა ერთადერთი იყო ტენდერის შედეგების გაუქმება. მძღოლებს მხარდაჭერა პოლიტიკოსებმა, არასამთავრობოებმა და რიგითმა მოქალაქეებმაც გამოუცხადეს. პროტესტის მიუხედავად დღის ბოლოს დედაქალაქის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ხელშეკრულება გაუფორმა. სამარშრუტო ტაქსის მძღოლები გაფიცვის მეოთხე დღეს ისევ ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ და ტენდერის შედეგები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. ახალ სატენდერო პირობებში მძღოლები უმუშევრად დარჩენის საფრთხეს ხედავენ. ტენდერში გამარჯვებული 4 კომპანია დედაქალაქში ახალ სამარშრუტო ტაქსებს შემოიყვანს, რაც მძღოლებს გადასახადს გაუზრდის. ახალი სატენდერო პირობებით თამაშგარი მდგომარეობაში რჩებიან სამარშრუტო ხაზის მფლობელები და უფუნქციო ხდება ამჟამად მოქმედი სამარშრუტო მანქანებიც. 18-20 წელიწადია ჩვენ ამ ტრანსპორტით მუშაობთ. გაჭურებით მანქანები, ბანკიდან ფულები ავიღეთ, გამოიყვანეთ, გვითხრას ახალი მანქანები შემოიყვანეთ, ეხლა გვეუბნებიან, რომ 1-2 თვე მუშაობ და მერე წახვალთ. ეგ სადაჭერი ერთი მითხარი. მე ამ მანქანას რა უყოთ, ჩემ მანქანას მითხარი. მე გამოვცხადდი კანონ გარეშე. დავკარგე ის ხაზი, რომელიცაც ვფლობდი, რითაც ვარჩენდი ოჯახს. ჩემი მოთხოვნაა და უმრავლესობის მოთხოვნაა ჩვენ გადმოგცენ ეს ხაზები. არაფრისგან შევქვენით ეს ჩვენი სამუშაო ადგილები და ვართ ამ საქმის თანამონაწილეები და ჩვენ კოლექტივს არაფერი არ შეგვეკითხენ და ისე რა ვიცი ვიღაცა მოდის. მძღოლებს მხარდაჭერას დღეს პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები უცხადებდნენ. მათ ტენდერის შედეგი კორუფციულად შეაფასეს და მის გასაუქმებლად საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდეს. ეს რაც ხდება, აქ არის სწორედ სააკაშვილის ოჯახის კორუფციის ნათელი გამოვლინება. შარანგი არის სააკაშვილის კარის ბიზნესმენი, რომელმაც სრულიად უკანონოდ ყოველგვარი ტენდერის გარეშე ჩაიგდო ხელში, ჩაიგდო ჯიბეში მთელი თბილისის სამარშრუტო ტაქსების ბიზნესი. ამის დაშვება არ შეიძლება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ამიტომაც არის საჭირო სოლიდარობა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაპროტესტებთ იმას, რაც მოხდა. თავარია, რომ მოქალაქეებს არ უნდა გაუძვირდეთ გადაადგილების საფასური და ყველა მძღოლი, ვინც იყო დაკავებული ამ საქმით, უფრო მეტად უნდა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ეს იქნება ჩვენი თავარი მოთხოვნები. დევნთა სამოქალაქო მოძრაობა შეუერთდა დღევანდელ სამარშრუტო ტაქსების მძღოლების პროტესტს, მაგრამ ეს მე მგონი გადაიზრდება, რომ მოხდება საერთო კონსოლიდაცია და ერთი დიდ კომიტეტის შექმნა სხვადასხვა სფეროში და ამაში დევნთა სამოქალაქო მოძრაობა თავიანთი დევნილების სახელით გამოვალთ და მიიღეთ მონაწილეობას. პოლიტიკოსები დღეს მძღოლების დაკავებისა და მათზე ზეწოლის ფაქტებსაც გმობდნენ. გაფიცვის დაწყებიდან დღემდე 16 მძღოლი წვრილმანი ხულიქნობისთვის გასამართლდა. მათ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა, ნაწილს კი ფულადი ჯარიმა შეეფარდა. პოლიტიკოსთა განცხადებით ამ გზით ხელისუფლება მძღოლების დაშინებას და გაფიცვის ჩაშრას ცდილობს. სასტრაფოდ უნდა გაანთავისუფლო ის დაპატიმრებულები, საუბრობ იმ 12 ადამიანზე, რომელიც დააპატიმრეს და აქედანაც მიუსაჯეს ერთთვიანი პატიმრობა. ეს იყო სწორედ გამიზნული იმისთვის, რომ დღეს ბევრი ხალხი არ გამოსულიყო ქუჩაში. დაიჭირეს ხალხი და ამით უთხრეს პროტესტანტებს, გამოხვალთ ქუჩაში, თქვენც დაგიჭერთ. საზოგადოების აქტიურობა და სოლიდარობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი იმისთვის, რომ შედეგი იყოს მიღწეული. გზადაგზა კი არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი. მიუხედავად იმისა, რომ 10 ადამიანი დააპატიმრეს, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივია ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, რომ ესეთი პროტესტი ჩაახშოს რეპრესიებით, ზეწოლით, საზოგადოების პასუხი უნდა იყოს ორჯერ უფრო მძლავრი. თბილქარი, თბილაინი, Public Car და Capital Group. ამ გამარჯვებულმა კომპანიებმა დღის ბოლოს მერიაში ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის საფუძველზეც სამგზავრო გადაყვანის ნებართვა მიიღეს. მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება და ახალი მიკროავტობუსები მათი მძღოლები და მგზავრები ჯანმრთელობის დაზღვევით ისარგებლებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერიაში განაცხადეს. ტენდერის გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმებისას ახალი სამარშრუტო ტაქსის მოდელიც წარმოადგინეს. თბილისში უახლოეს პერიოდში სრულიად განახლებული ავტოპარკი ეყოლება მიკროავტობუსებს, ექნებათ უმაღლესი მომსახურების ხარისხი მგზავრებისათვის და ექნებათ ასევე მრავალი სოციალური პროექტი მძღოლებისათვის, სადაც ისინი არათუ შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს, არამედ ექნებათ სავარაუდოდ იმაზე მეტი შემოსავალი, ვიდრე მათ დღეს ჰქონდათ. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას 4-ვე კომპანია ჯამურად, რომ ჩამოვიყვანთ 3078 ცალ ახალ Ford Transit-ის ავტომანქანებს. 17 ადგილიანს, 16 სამგზავრო და 1 მძღოლის ადგილით. გასული კვირის პარასკევს დაწყებული გაფიცვის მასშტაბები მომდევნო დღეებში თანდათან შემცირდა. დღეს დედაქალაქში მგზავრობა აღდგა. ამის მიუხედავად მძღოლები ტენდერის შედეგების აღიარებას არ აპირებენ და პოლიტიკოსებისა თუ საზოგადოების მხარდაჭერით პროტესტს განაგრძობენ.